მოგესალმებით. Მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია იყოს წარმატებული. განათლების ერთადერთი გზა, კითხვა, წიგნი და ბუნებრივია წაკითხulis გააზრება. დღეს ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ ბატონი ირაკლი ბაკურიძე. მოგესალმებით. მადლობა რომ მოგზავნით. საინტერესო თემაა, საკმაოდ თქვენთვის ძალიან ახლო. არ მხოლოდ თქვენთვის, პრინციპში თქვენი ოჯახისთვის. ალბათ ბავშვი წიგნის მიმართ სიყვარულს უნდა იძენდეს კითხვის დაწყებამდე და რამდენად მეთანხმებით ამ შეფასებაში. ამაში ნამდვილად გეთანხმებით 100%-ით, მოგესალმებით პირველ რიგში. ბავშვი აუცილებლად უნდა იძენდეს, ეს არის უალტერნატივო გზა, შეიძლება ითქვას. თუმცა არსებობს, რა თქმა უნდა, სხვა მაგალითებიც, მაგრამ როდესაც ბავშვი ჩვილობიდან, ჩვილობაში რა თქმა უნდა, დაკვირვებას პირდაპირ ვერ აწარმოებს, მაგრამ ეს ქვეცნობიერის დონეზეც აუცილებლად მუშაობს რაღაც ელემენტები. ეს წიგნი, ოჯახის წევრების დამოკიდებულება წიგნთან, კითხვასთან აუცილებლად რჩება, ილექება ბავშვის გონებაში და შემდგომ მე პირადი დაკვირვებითაც და არა მხოლოდ მე უამრავი მოსწავლე მყავს. დაახლოებით 100-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მყავს, რომლებსაც ყოველკვირეულად ხვდები და მაქვს გაკვეთილები და მათთანაც ვაწარმოებ ამ ტიპის კითხვებს, მათ მშობლებთანაც მაქვს ურთიერთობა და აი ეს ბავშვები, რომლებიც შეყვარებულები არიან წიგნებზე, ის რა კითხველების სხვადასხვანაირი კატეგორიები არსებობს. არსებობს კატეგორია ბავშვმა უბრალოდ იცის, რომ კარგია კითხვა და იმიტომ კითხობს, აუცილებელია, საჭიროა. არიან კიდევ ბავშვები, რომელსაც უყვართ ეს პროცესი. აი რაღაც ეს ინტიმური დამოკიდებულება წიგნთან კიდევ უფრო სხვა არის და აი ეს სიყვარული, არ ვიცი, ცალკე კატეგორიად მყავს მე გამოყოფილი. არსებობენ რომლებსაც არ უყვართ კითხვა და მაინც კითხულობენ, იმიტომ რომ ასია სწორი იციან. მოკლედ, სხვადასხვანაირი კატეგორიის ბავშვები არსებობენ და მათგან უმრავლესობას, ვისაც კითხვა უყვარს, აქვს აი ეს შეიძლება ითქვას გენეტიკური, იმიტომ რომ პატარა ასაკიდან მუდმივად ხედავენ, როგორი დამოკიდებულება აქვს მისთვის საპატივცემულო ადამიანებს წიგნის მიმართ. დიახ, ოჯახის მოდელი ბუნებრივია და მშობლების მოდელი წამყვანია ამ ნაწილში. თქვენ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ხალბატონი მარი და თქვენ პირდაპირ კავშირში ხართ ლიტერატურასთან, რამდენად აირეკლა თქვენს შვილებზე და თქვენს მომავალზე ისე, როგორც ბრძანებდით, რომ გენეტიკურ დონეზეა გაშლილი? კი, ხო, ჩვენი ოჯახი ამ შემთხვევაში ჩემთვის ანუ კარგი სამაგალითო, ანუ მაგალითის იდეალური. ხო, მაგრამ არც ისე მარტივადაა ყველაფერი, როგორც შეიძლება ადამიანებს ეგონოთ, იმიტომ რომ აი ჩვენ შვილებს, მაგალითად ჩემს უფროს ქალიშვილს რამდენჯერმე უთქვამს, რომ აი ვიღაც უცხო, მისთვის უცხო ადამიანებს საუბრისას უთქვამს, შენ რა თქმა უნდა გიждდები ხომ წიგნებზე და ეს შეიძლება ჩვენთან ახლა სრულყოფილად არ გამოვიდა, მაგრამ კომპლექსის წყაროც გახდეს. პასუხისმგებლობას აკისრებს ერთგვარს. კი, იმიტომ რომ რაღაც აი შებოჭვა არის ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი თითქოს უკვე რაღაც მოდელი აქვს წარმოდგენილი, როგორი განათლებული უნდა იყოს. აი ამას წინათ მეუბნებოდა, რომ რასად როდის თამაშზე იყოს სკოლიდან წასული და გვარი რო გაიგეს, რომ კითხესო ირაკლი ბაკურიძის რაიმე ხომ არ ხარო. ნუ მე მარი ინთელიშვილო და შენ რა თქმა უნდა ალბათ ყველა კითხვაზე პასუხს გასცემო და ეს შეიძლება კომპლექსის წყარო გაჩნდეს. მე არ ვამბობ რომ ის ადამიანი ცუდად მოიქცა, აი ეს ყველას გვაქვს რაღაც, რომ აი საერთოდ ეს საბჭოთა პედაგოგიკისთვის დამახასიათებელი მიდგომა, რაც ჩვენ სკოლებში ხდებოდა ხოლმე, ანუ ეს როლური პასუხისმგებლობები გამომდინარე ოჯახის ფაქტორიდან. რა ხდება რეალურად? რეალობა როგორია თქვენ შემთხვევაში? დაგჭირდათ ბიძგი ინერცია თუ თავისით მოვიდა რაღაც ეტაპზე? ორი შვილი გვყავს, უფროსი, რომელიც პირველი იყო და პირველთან კიდევ უფრო სხვა დამოკიდებულება აქვს მშობელს, ხო, ჯერ ახალია და გამოცდილება არ გაქვს, არ იცი რა უნდა გააკეთო. პირველი შვილის შემთხვევაში ჩვენ ის წიგნები, ჩვენი წიგნების მაღაზიაშიც იზრდებოდა ფაქტობრივად და ძალიან პატარა ასაკიდან უყვარდა შეიყვარა კითხვა და აი 5 წლის ასაკში უკვე პეპი დასრულებული ქონდა და ეს წიგნები წაკითხული ქონდა პატარა ასაკიდან. თუმცა
იმუშავეთ ამაზე თუ სპონტანურად მოხდა. ეს სპონტანურად მოხდა. უბრალოდ ვიცოდით, რომ ბავშვი ამას უნდა ხედავდეს, მაგრამ რომც არ გვცოდნოდა, ხომ? აი ეს ჩვენ იმდენად დაკავშირებულები ვართ მთელი ჩვენი ცხოვრებით წიგნებთან, რომ სხვას მაინც ვერაფერს დაინახავდა ბავშვი, ხო ხვდებით? და მაგრამ აი ამის შემდგომ სკოლაში წავიდა და რა თქმა უნდა ძალიან კარგ კლასში მოხვდა, კარგი სამეგობრო ყავდა, კარგი პედაგოგიც ალბათ, მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი. არ მოხდა ისეთ გარემოში, სადაც კითხვა მოდური იყო. ხდებით, აი რაღაც აქტუალური ნაკლებად. ხო, პატარა ქალაქში ვცხოვრობ და აქ ადამიანებზე კონკრეტულზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ აი კითხვა მიკროსოციუმი გასაგებია. სწავლა სხვა არის, გაკვეთილების სწავლა, მაგრამ ის რომ ყველას რაღაც კლასგარეში საკითხავი ლიტერატურა ქონოდათ და ის კითხულობდნენ არ მომხდარა ასეთ გარემოში და მასაც რაღაცნაირად გაუქრა ეს ვნება წიგნების მიმართ. აი ახლა უკვე 12 წელსასაკში თავიდან დაიბრუნა ეს და მუდმივად ცდილობს რაღაც ახლები გადმოიღოს, თუმცა ბავშვებთან მიმართებაში ანუ ჩვენი მოდელი იდეალური იმ კუთხით არ იქნება რომ ჩვენ თვითონ გამომცემლები ვართ, გამოუცემთ წიგნებს რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს კონკრეტული წიგნების მიმართ და შეიძლება ბავშვს რაღაცა ეტაპზე პირიქით არ მოუნდეს იმ წიგნების წაკითხვა, რომლებზეც ჩვენ ვგიჟდებით და საერთოდ სხვა ლიტერატურა მოინდომოს და მომხდარა. თუმცა როგორც ჩვევის ჩამოყალიბებაზე ბუნებრივია იქნებს შეუცვლელ დამოკიდებულების აღქმაზე იდეალურად მოქმედებს. და ჩვენი უმცროსი შვილი, რომელიც აი იგივე არ დამართნია მას, მიუხედავად იმისა, რომ ისიც მუდმივად ხედავდა ჩვენ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წიგნებთან, მცირე ასაკიდან არ ჰქონდა ინტერესი წიგნებს, მაგრამ ახლა მეორე კლასშია და კვირაში ერთ წიგნს საშუალოდ კითხულობს. და აი არის შეპყრობილი წიგნები ძალიან უყვარს ჩვენს გადაცემაშიც მოდის, ცდილობს მუდმივად წაკითხულზე ისაუბროს, ყველას მოუყვეს, ტელევიზიაშიც კი მოყვეს. აი როგორ აიცით როგორც მინიმუმ ჯერ არ ვიცით რაღაც შედეგი საბოლოო პროდუქტი უხეშად რომ თქვა არ მიგვიღია რაღაც ზრასრულობის ასაკს არ მიუღწევიათ, მაგრამ როგორც წესია ის ზრასრულობის ასაკში უკვე გამოჩნდება რა როლი ითამაშა ჩვენი წიგნებისადმი დამოკიდებულებამ ჩვენი შვილების ცხოვრებაზე. მაინც რატომ ვერ არის წიგნი სათანადოდ პოპულარული ბატონო ირაკლი, როდესაც დიახ, ჩვენს ქვეყანაში, პრინციპში არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ ციფრულმა პლატფორმამ, მათ შორის ციფრულმა ლიტერატურამაც კლასიკური ფორმები ჩაანაცვლა ევროპის წამყვან ქვეყნებშიც. ხედავთ, რომ გადავიდა ადამიანები აუდიო წიგნებზე, რაც ჩემთვის პირადად პრაქტიკაში საკმაოდ დიდ უხერხულობას ქმნის, კონცენტრაციის უნარი არა მაქვს ფიზიკურად თუ არ ვეხები კლასიკურ ფორმას წიგნის. რატომ არ არის პოპულარული სათანადოდ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საინტერესო პროექტი გვაქვს როგორც მედიაში, ჩვენს არხზე, თქვენი საინტერესო პროექტი იგულისხმება ბუნებრივია და ჩვენს არხს მიღმაც ძალიან ბევრი უთმობს დროს, როგორც ეკრანებზე, ასევე ეკრანს მიღმა პოპულარიზაციას ამ მიმართულების, თუმცა ვერ გავდივართ სათანადო შედეგზე, წიგნი დღითიდღე კარგავს პოპულარობას. რატომ? ისეთი მრავლის მომხდელი კითხვაა და მე შევეცდები ჯერ საქართველოს მაგალითზე ვთქვა. საქართველოში მე პირადად ჩემი დაკვირვება მაქვს და სუბიექტური ვიქნები, რა თქმა უნდა, ამ იმაში რასაც ვიტყვი. საქართველოში მთავარი პრობლემა ალბათ არის განათლების სრულფასოვანი რეფორმის არარსებობა. არ მომხდარა ჩვენთან მომხდარა განათლებაში დიდი ძვრები ბოლო 20 წლეულის განმავლობაში, ანუ 30 წლის განმავლობაშიც, მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი ყველაზე მკვეთრად რეფორმირებადი სფეროა, შევთანხმდეთ და ყველაზე ხშირად განიცდის რეფორმას. ოღონდ, აი სრულფასოვანი რეფორმა, რაც სკოლამდელი აღზრდიდან დაწყებული, შემდგომ ყველა ეტაპზე რაღაცის განახლების და მიდგომების შეცვლის დონეზე არ მომხდარა. რას გულისხმობ? მე არ მაქვს ხშირი დამოკიდებულება პედაგოგებთან, მაგრამ მაქვს დამოკიდებულება ბავშვებთან, რომლებიც იმ პედაგოგებთან დადიან, ხომ სკოლაში სწავლობენ და იღებენ დავალებებს. მიდგომა ფაქტობრივად არის იგივე, რაც იყო მაშინ, როდესაც მე ვიყავი სკოლის მოსწავლე. ანუ ეს იყო დაახლოებით
10 წლის წინ, 27 წლის წინ დავამთავრე სკოლა. და მაშინ რა მიდგომებიც იყო დაახლოებით იგივე. ვთქვათ კლასგარეშე ლიტერატურის შემთხვევაში, კლასგარეშეს ეძახიან მოკლედ მხატვრული ლიტერატურა, რომელიც არ შედის სკოლის პროგრამაში და აძლევენ მასწავლებლები ასეთ ლიტერატურას დამატებით საკითხავად. ოღონდ ამ დამატებით საკითხავში როგორც ხვდები, ქულებიც იწერება შესაბამისი, ვინც თუმცა მონიტორინგი მაინც სუსტია. კი, მაგრამ რას გულისხმობ, იცით? აი ვთქვათ, რაღაც წიგნი შემოვიდა მოდაში, ბევრი ადამიანი საუბრობს ამ წიგნზე, არა აუცილებელი რომ ახალ დაწერილი იყოს. ცოტა ხნის წინ მქონდა შემთხვევა, როდესაც მე-6 კლასელი ბავშვები მასობრივად მეუბნებოდნენ, რომ კითხულობენ ფარენჰაიტ 451-ს. შევწვი თავიდან და შემდგომ ვეცადე რომ მაქსიმალურად ამ წიგნის შესახებ რაღაც ინფორმაციები მიმეწოდებინა ამ ბავშვებისთვის, მაგრამ მე-6 კლასელი ბავშვისთვის ძალიან ადრეა ეს ყველაფერი. აქ საუბარი შეიძლება ვინმე შემომედავოს და მითხრას რომ აი ტექსტი რაც წერია ბავშვი გაიგებს. კი, ტექსტს გაიგებს და ამბავსაც გაიგებს რაც მოხდა ამ წიგნში. მაგრამ შეუძლებელია ერთეულებზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ შეუძლებელია ბავშვებმა გაიგოს ყველაფერი ის, რაც ჩადებულია ამ წიგნში, მთელი ის წინარე ისტორია, რა შეიძლება მომხდარ იყოს, სანამ კაცობრიობა მივიდოდა იქამდე, როდესაც წიგნებს ებრძვიან, აზროვნებას რატომ ებრძვიან, როგორი იყო სახელმწიფოს მოდელი, რამაც მიიყვანა ამ შედეგამდე, როგორი იყვნენ ადამიანები, ვინც ამ ხალხს მართავდა. მთელი პროცესის გაანალიზება ამისთვის საჭირო. ირაკლი აზიანებს არასწორ ასაკში შერჩეული ლიტერატურა სამომავლო ნაბიჯებს. კი, ეგ კი არა, მე-5 კლასელმა ბავშვმა, რომელსაც დაავალეს, ნუ მოკლავ ჯაფარას წაკითხვა, მითხრა რომ შემძულდა არ უთქვამს, მაგრამ აი ძალიან ისეთი იყო ნეგატიური დამოკიდებულება ჰქონდა ამ ყოველად არაჩვეულებრივი წიგნის მიმართ. რაღაც საოცარი სიკეთით გამსჭვალული წიგნია, მაგრამ ბავშვს ჰქონდა ნეგატიური დამოკიდებულება, იმიტომ რომ მან თუ არ იცის რა პრობლემები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში 30-იან წლებში, რასობრივ სეგრეგაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, გამორიცხულია რომ ამ წიგნის მთელი სიტკბო მიიღოს. ირაკლი, ვერ მიიღოს შესაძლოა დრამა. რომელიც ვითარდება ნაწარმოებში, მაგრამ ხალისით იღებენ სადიზმის იმ ფორმებს, რომელსაც თავაზობს ანიმე მოზარდებს, რომელსაც თავაზობს გამოგონილი გმირები. ჩვენ ვიზრდებოდით ლიტერატურული იდეალებით, პერსონაჟებით, ფაქტობრივად ჩვენი მაგალითები იყო ან კეთილი, ან ბოროტი, ხო? ორი არჩევანი იყო, ორი მიმართულება. დღეს არის გენდერისგან დაცლილი, გაურკვეველი ობიექტები თუ სუბიექტები, არ ვიცი როგორ მოვიშველიო, რომელი სიტყვა, მიზეზი მინდა თქვენგან მოვისმინო ამდენად გაუფასურების მხატვრული ლიტერატურის. ბავშვებს დღევანდელ ახალგაზრდებს ძალიან იზიდავს იმ ტიპის ლიტერატურა, სადაც მთავარი პერსონაჟები მათნაირი ახალგაზრდები არიან. მათნაირ გარემოში ცხოვრობენ, ისეთივე დამოკიდებულება აქვთ თქვათ гаджеტებთან, თქვათ ტელევიზორთან, კომპიუტერულ თამაშებთან, გარემოსთან, იგივე ნივთებს ხმარობენ, იგივე მუსიკას უსმენენ და ასე შემდეგ. თანხმედრას ეძებენ გამოდის. კი, ძალიან იზიდავთ დღევანდელ ახალგაზრდებს ასეთი გმირები და ასეთი ლიტერატურა ზოგადად იზიდავთ. ეს ძალიან ხშირად პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ ყოფილა ჩამნაცვლებელი აი იმ უსქესო, ასე დავარქვათ, გენდერს მიღმა გმირებისა. იმიტომ რომ ბავშვს მოუძებნეთ რაღაც, რაც მისთვის ახლოა. და მესმის მე ახლანდელი ახალგაზრდების, რომლებსაც შეიძლება არ მისდიოდეთ დიდად გული 200 წლის წინანდელ გრაფი მონტე-კრისტოზე, ან რობინზონ კრუზოზე, რომელიც 200 წლის წინ ისე დაიკარგა, რომ არც მობილური კავშირი არსებობდა და ხო ხვდებით, ანუ ჩვენ რატომ მოგწონდა? იმიტომ რომ არჩევანი არ გქონდა. ალტერნატივა არ იყო. ჩვენ სხვა სოციალურ გარემოში ვიზრდებოდით. კი, თუნდაც ტექნოლოგიური პროგრესის დონეზეც ძალიან უკან ვიყავით და ასეთ აი
დღევანდელ ბავშვებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ხაზის ტელეფონი ოჯახებში არსებობდა. მართლა უამრავ ბავშვს არ აქვს წარმოდგენა, რომ ტელევიზორი პულტის გარეშე არსებობდა, რომ ტელევიზორს შეიძლება არხები არ დაიჭირა. ასეთი ტიპის წარმოდგენები არ აქვთ, გესმით? ესეც გასაგებია, რომ განათლების ნაკლებობაა, იმიტომ რომ არიციან როგორი იყო მათი ქვეყანა 30-40 წლის წინ. მესმის, მაგრამ მაინც ყველაფრის მიუხედავად იმდენად ბევრია ირგვლივ ინფორმაცია, აი ტელეფონი აქვს ბავშვს, გაჯეტი აქვს ბავშვს და მუდმივად აქვს თავზე საყრელი ინფორმაცია, აი ამ TikTok-ისგან, YouTube-ისგან და ასე შემდეგ და ამ TikTok-ზე და YouTube-ზე აჩვენებენ მხოლოდ იმას, რაც დღესაა, ან რაც მომავალში შეიძლება იყოს. ან რაც მომგებიანია ფინანსურად. კი, რა თქმა უნდა და არა მათთვის მომგებიანი რომ აჩვენონ 80-იანი წლების საბჭოთა კავშირი, იმიტომ რომ არაა ვიზუალურად ლამაზი, გაფერადებულიც არაა. აქედან გამომდინარე ამ ბავშვის თვალსაჩინო მთლიანად შემოფარგლულია აი ამ დღევანდელ ფერადი ლამაზი დღევანდელობით და არა რუხი წარსულით. გესმით? შეიძლება ამ ბავშვმა რაღაც ასაკში მოინდომონ ისტორიის სწავლა და გაიგონ ბევრი, მაგრამ მანამ სანამ არიან 12-13 წლის ასაკამდე არიციან როგორი იყო მანამდელი სამყარო. და ტექნოლოგიური პროგრესით რომ ეს რაღაც ბოლო 30 წლის პირმშოა ეს ყველაფერი, ამაზეც არა აქვს წარმოდგენა და გონიათ რომ მე რომ ბავშვი ვიყავი, შეიძლება ის SpongeBob-ი უნდა მენახა, ხო? და ძალიან უკვირთ რომ არ მაქვს ნანახი, გესმით? მაქვს ნანახი, ზოგადად ვიძახი. და აი ამ პირობებში განათლების რეფორმაზე პირველ კითხვაში მაგიტომ ვსაუბრობდი, რომ აი ეს განათლების რეფორმა უნდა იყოს იმდენად სრულყოფილი, რომ მივესადაგოთ ბავშვს, მიუდგეთ ბავშვს პატარა ასაკიდანვე ისე, როგორც მოითხოვს დღევანდელობა და დღევანდელი მისი გარემო. რომ თუნდაც წიგნის შერჩევის დროს შევარჩიოთ ისე სკულპტურულად აუცილებელია ამისთვის, რა თქმა უნდა, ბევრი სკოლა, რომ ბავშვების რაოდენობა საკლასო ოთახებშიც იკლოს, რომ მასწავლებელს საშუალება ჰქონდეს ბავშვებთან ინდივიდუალურად იმუშაოს და ყველაზე ერთი და საკითხავი არ გაჭრის, ესე უხეშად რომ ვთქვა. კომპლექსური საკითხია ბუნებრივად. ეს არის ძალიან ინდივიდუალური. მერე უკვე საქმე რომ გახუჭდება, მერე უკვე კონკრეტულ სპეციალისტებთან ბავშვის მემიყვანა სჯობია, რომ თავიდანვე ბავშვს ჰქონდეს სწორად განვითარებული უნარჩვევები, სწორად განვითარებული მიდგომები. ძალიან კარგია, რომ ბევრი ბათუმში არსებობს საკმაოდ ბევრი ლიტერატურული და მისი მონათესავე კლუბები და მშობლები მუდმივად ცდილობენ, რომ შვილები მიიყვანონ. მეც ასეთში ვმუშაობ და მაგიტომ ბატონო ირაკლი, ეს არის გაცნობიერებული არჩევანი მშობლების მხრიდან თუ არის ტენდენციის ნაწილი საკმაოდ, იმიტომ რომ დიახ გეთანხმებით ეს ის შემთხვევა, როდესაც ამართლებს. თუმცა წიგნი დღემდე ჩემს რეალობაში, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია დავასრულე განათლების სისტემასთან კავშირი მჭიდრო, ვადევნებ თვალს, რომ წიგნი არის სადამსჯელო ოპერაციის შემადგენელი ატრიბუტი. დღემდე ის საბჭოთა დანალექია, რომ თუ რაღაც კარგად ვერ მოვიქეცით, ან ნიშანია დაბალი, ამ შემთხვევაში მოდის სადამსჯელო რაზმის სათავეში წიგნი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია რიტუალს, სწორად მიწოდებას, წიგნის შეძენის და შერჩევის პროცესს, რასაც თქვენ საუბრობდით. ძალიან მერიდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ჩვენ ყველა ამბრალებლობას განათლების სისტემას ვაკისრებთ, ეს ასეც არის, მაგრამ ზოგჯერ მინდა ადამიანურად რომ დავზოგო. და ჩავიხედოთ ოჯახებში, მიკროსოციუმში, რომელშიც ვითარდება ბავშვი ინდივიდი. როგორი უნდა იყოს მშობლების პოზიცია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი იმ კომპლექსურ პრობლემას, რომელსაც არაერთი ეთერი დაუთმეთ ბიომეტრიის ფარგლებში, ვიცი რომ უახლოეს წლების განმავლობაში ჯერ კიდევ ექნება უამრავი გამოწვევა. ფაქტია რომ ექნება, მაგრამ შეიძლება შევიმეცნოთ ჩვენ ახალგაზრდა მშობლებმა ის საჭიროება, რაც დგას დღის წესრიგში და ამას არ დაჭირდეს უამრავი წელი შედეგისთვის. როგორ შევაყვაროთ კითხვა პატარას და როგორი უნდა იყოს ის რიტუალი, რომელიც მას დაახლოვებს არა სადამსჯელო, არამედ სიამოვნების მომნიჭებელ წყაროსთან. თუ ძალიან არ გადაუხო, ცოტა შორიდან მინდა ამაზეც ვთქვა. საკუთარ დაკვირვებას მშობელი ვარ პირველ რიგში. მე ვთვლი რომ პედაგოგობა და მშობლობა თითქმის, მაგრამ მშობელი ვარ პირველ რიგში და
15 წელია, მთელი ცხოვრება მაქვს წიგნებთან დაკავშირებული, მაგრამ ბოლო 15 წელია ჩემი გააზრებულად პროფესია არის მუდმივად წიგნებთან ყოფნა და ჩემი დაკვირვებები მაქვს, რადგან გამომცემელიც ვარ და ეს მავალდებულებს რომ პულსზე მეჭიროს ხელი, ვინ, სად, როგორ და ასე შემდეგ. ირაკლი თამამიც უნდა იყოს შეფასებებში, იმიტომ რომ ეს სფერო არავის არ ესმის ისე სრულფასოვნად, როგორც თქვენს ოჯახს. ჩვენ ვიცით, როგორი იყო 90-იანი წლები, ხო? წიგნისთვის არ ეცადათ. იმიტომ რომ სხვა ძალიან ბევრი და ეს ამართლებს. ამ შემთხვევაში ვერ ვთქვი, ეს არ ამართლებს, იმიტომ რომ ეს ახსნის იმას, თუ რატომ დაიწია ზოგადმა განათლებამ 90-იანებში, იმიტომ რომ მართალია გქონდა აი მანამდელი სავალდებულო საკითხავებისგან რაღაც გამოყოლილი, მაგრამ წიგნისთვის ადამიანებს არ ეცავათ. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში უდიდესი უმრავლესობა ყოველდღიურად ფიქრობდა იმაზე, ხვალ რას შეჭამდა. და სანამ ასე უხეშად რომ ვთქვათ, კუჭი ცარიელია, მანამდე ტვინის კვებაზე ვერ ფიქრობს ადამიანი და ესეა ჩვენი ბუნება ასე მოწყობილი. შემდგომ 2000-იან წლების დასაწყისიდან მოგეხსენებათ დიდი ცვლილებები იყო ჩვენს ქვეყანაში და პირველი კერძო გამომცემლობები გაჩნდნენ და დაიწყეს წიგნების გამოცემა, ოღონდ სულ 2-3 იყო ესეთი გამომცემლობა და ბაზარი იყო მაინც ძალიან სუსტი შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ კითხველებად რაღაც თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები იყვნენ, ვინც რეგულარულად ყიდულობდნენ ამ წიგნებს, რომლებსაც ეს გამომცემლობები გამოსცემდნენ. უნებრივია ჭირდა ილუსტრაციაც, რომელიც ბავშვისთვის ერთ-ერთი უპირველესი მიმზიდველი ფაქტორია. ნამდვილად. ყდაც კი არა მხოლოდ ბავშვისთვის, უკვე მოზარდებზე და მოზრდილებზე და მოზრდილებზეც და ზრდასრულებზეც ძალიან მოქმედებს წიგნის ვიზუალი, აი მიმზიდველობის კუთხით, ხო? მაგრამ მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ეს გამომცემლობები თავს ირჩენდნენ იმით რომ სასკოლო სახელმძღვანელოებს ბეჭდებდნენ და აი ამას აყოლებდნენ მათთვის სასურველ მხატვრულ ლიტერატურასაც ასე შემოვიდა საქართველოში ჰარი პოტერი და ძალიან ბევრი დიდი ღირებული ლიტერატურა რომელიც მანამდე არ არსებობდა ან იმ დროს იქმნებოდა და აი ჩემი დაკვირვება რაში მდგომარეობს რომ საქართველოში ბოლო აი 21 საუკუნის საქართველოში საუკეთესო წლები წიგნისთვის იყო დაახლოებით 2014-დან 2018 წლამდე. მე ამას ციფრებითაც მაქვს გაყიდვების მონაცემებს გულისხმობთ თუ არა მხოლოდ წიგნის ფესტივალი რომელიც ყოველწლიურად თბილისში იმართებოდა მაისის ბოლოს იყო ზეიმი ზეიმი იყო არა მხოლოდ უფროსი ასაკისთვის, არამედ აი ამ თინეიჯერებისთვის იყო, არ ვიცი, რაღაცა ის საოცარი ამბები ხდებოდა. იმართებოდა უამრავი კონკურსი, იმართებოდა უამრავი გათამაშება, წამახალისებელი კონცერტები წიგნთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული. რამდენიმე გამომცემლობა ვიყავით, რომლებიც მუდმივად, ანუ აი ასობით, ათასობითაც უკვე გულშემატკივარი ყავდა, რომლებიც მუდმივად პულსზე ეჭირათ ხელი, აი რა ითარგმნება ახლა მომავალში რა გამოვა, უკვე რა გამოვიდა, ყველას ყველაფერი წაკითხული ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, არ ვიცი, აი რაღაც მოდური იყო ძალიან აი ამ თაობაში და ჩვენი სოციალური ქსელის მესენჯერი არ წყდებოდა, აი არ ჩერდებოდა მუდმივად შემოდიოდა წერილები, კითხვებს გვისვამდნენ პირადადაც. მოკლედ, იყო რაღაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი ამასთან დაკავშირებით. მე ჩემი დაკვირვება მაქვს ის, რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენი ქვეყანაში აი რაღაც საჯარო სამსახურებშიც ხელფასები გაიზარდა, არც ომი იყო, მოკლედ შედარებითი სიწყნარე იყო, ადამიანებსაც რაღაც ქონდათ იმის საშუალება, რომ მხატვრული ლიტერატურის შესაძენად ფული გადაედოთ, შვილებისთვის რაღაც სწორი მიდგომა ქონოდათ ამ კუთხით და ეს იყო წლები, როდესაც, არ ვიცი, მხოლოდ ანუ ერთი მხრივ ბავშვებიც ყიდულობდნენ და მათი მშობლები ლიტერატურას და უფროს ყველა თაობა და მეორე მხრივ გამომცემლებსაც ჰქონდა იმის საშუალება, რომ მუდმივად ახალ გამოცემებზე გვეფიქრა და მიგვეწოდებინა. შემდგომ უკვე 2018 წელს აი მოხდა დიდი მოვლენების გავრილოვის ღამე და ასე შემდეგ და
იქედან მოყოლებული წიგნის შემდგომ პანდემია დაემთხვა და საერთოდ წაშალა გარკვეული უნარები საზოგადოებრივი. ხო, თითქოს იყო აი ბათუმზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პანდემიის პერიოდში ჩვენ მქონდა სახლში მიტანის სერვისი წიგნების და აი 100-მდე ადამიანი იყო, რომლებიც მუდმივად წიგნებს უკვეთავდნენ და მუდმივად დაახლოებით 100 იყო. აი დღეს საკმაოდ ძლავრი სოციალური ექსპერიმენტი გამოვიდა ჯამში. აი ისეთი აი დაკვირვებით ისეთი შემაშინებელი შედეგების დანახვა შეიძლება თან ზედაპირული დაკვირვებით არა აქ სიღრმეებში წასვლა საჭირო. მართლა საშინელი ექსპერიმენტი გამოვიდა, ოღონდ რაღაცა მძლავრი მართლაც. ხო და აი ასე იცვლებოდა და იცვლება ჩვენს ქვეყანაში. დღეს იმდენად აი რაღაც არასტაბილურობის შეგრძნება, რომ ადამიანი მუდმივად როგორც კი დროს იხელთებს, შედის საინფორმაციო სააგენტოების გვერდებზე, ეძებს მუდმივად ინფორმაციას, რა მოხდა, ვინ გააპროტესტა, ვინ დაიჭრა, მოკლედ მუდმივად ასეთ თემებზე. პრინციპში ეს არის ფაქტი, თუ გინდა მოკლა კულტურა და განვითარება, მიეცი საზოგადოებას არასტაბილურობის განცდა. აი ეს პური და სანახაობა, რომელიც ძველ რომში ეს ფრაზა დღეს ჩვენთან აი საუკეთესოდ ჩვენს რაც დამოუკიდებელი ვართ მას შემდეგ მოქმედებს ეს, მაგრამ აი დღეს სანახაობა გვაქვს თავზე საყრელი და პური როგორც ფიზიკური პური, ასევე ინტელექტუალური საზრდო საერთოდ აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ სანახაობამ დაგვატყვევა სრულად და საზრდო აღარ გაგვაჩნია არავითარი. ირაკლი, ლიტერატურა მით უფრო მხატვრული ლიტერატურა ბუნებრივი ადამიანებს გვახედებდა ყოფიერებაში, გვახედებს დღემდე რაღაც ნაწილს, ხო? გვაბრუნებდა ეგზისტენციალური საკითხების მიმართ, რაღაც სენსიტივი ჩნდებოდა, ვაცნობიერებდით სხვა გმირების ცხოვრებით, რომ შესაძლოა არსებობდეს ტრაგედია, შესაძლოა ცხოვრება დასრულდეს, შესაძლოა გავლენები ვერ იყოს მარადიული და მისი ხანდაზმულობაც ექვემდებარება ბუნებრივია დროს. დღეს აი ამ ახალ თაობას მაქვს განცდა, რომ ეს შეგრძნებები ჩამოაცალეს, არ ვიცი ეს მოხდა შეგნებულად, გამიზნულად თუ უბრალოდ თანხმლები პროცესია იმ ყველა ფაქტორის, რომელსაც უკვე შეეხეთ. გულწრფელად მეშინია იმის, რომ ახალმა თაობამ არ იცის, რომ ერთ დღეს შესაძლოა აღარ იყოს ინტერნეტი, ან უბრალოდ რაღაც ისეთი გარდატეხის ჟამი მოვიდეს, შინაგანი გარდატეხის, რომელსაც მე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ვერ გაუმკლავდნენ. ჩემთვის ყოველთვის მაგალითები იყო ლიტერატურული პერსონაჟები. აი ამ ბავშვებისთვის, ამ თაობისთვის რა რჩება მაგალითებად? ძალიან ფრუსტრირებული ვარ ამ კუთხით, როდესაც ახლანდელ ახალგაზრდებს ვესაუბრები აი მათთვის, აი როლ მოდელებს, რასაც ეძახიან დღეს, აი ვინ არის მათი როლ მოდელი. იმდენად აი არადამაკმაყოფილებელ ჩემთვის, ჩემი არასუბიექტური აღქმას არ გულისხმობ, არამედ ანუ ზოგადად გამეფებული რაც არის გემოვნება ზოგადად, იმისგან იმდენად აცდენილ პასუხებს ვღებულობ. არასაიმედოს, არასტაბილურს. ხო. პირველ რიგში აი სპანჯბობით დავიწყეთ და მე ვიტყვი აი ანიმე გმირებზე. ან თუნდაც აი თანამედროვე კორეული სერიალებიდან აღებული რაღაც აი თანოსი და იმდენად ხათაშორის კულტურულ მენტალური მოწყობითაც განსხვავებული გემოვნება ყალიბდება იმისგან განსხვავებული, რასაც ჩვენ მიჩვეული ვიყავით. კი. ესთეტიკური კუთხითაც. ესთეტიკა არის იმდენად ესეთი მოუხეშავი, იმდენად თითქოს რაღაც სახელდახელოდ შექმნილი ესთეტიკაა უკვე მოდური, რომ აი წარმოდგენაც მიჭირს, როგორ შეიძლება აი ასეთმა ესთეტიკამ ეს ახალგაზრდები ლამაზი სიცოცხლით და ჭკუით სავსე ახალგაზრდები შეიძლება მიიზიდოს. თვითგამოხატვაშიც თვალსაჩინოა ის, რაზეც საუბრობთ. და თუმცა ამის პარალელურად ყავს ერთი ახალი ჯგუფი, სადაც არიან 13, 14, 15 წლის ახალგაზრდები, ძალიან კარგები, რომელთანაც მინდოდა გამეშალა თემა საქართველოს ბოლოხანების პრობლემებთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომით დავიწყე. მივეცი მოთხრობა წასაკითხად
უღელტეხილი ასე ქვია, მოთხრობა ჭუბერის გადმოვლაზეა, გურა მოდიშარიას ძალიან კარგი ქართველი მწერლის და ზოგადად ხელოვანის დაწერილი მოთხრობა. იმაზეა დაწერილი მოთხრობა, როგორ გადმოიარეს ადამიანებმა, აფხაზეთიდან წამოსულმა დევნილებმა ჭუბერის უღელტეხილი და რას აწყდებოდნენ იქ. ამის შემდგომ წავიკითხეთ რახათ ლუხუმი, ასე ქვია მოთხრობას, თეოდორე მღვდლის გმირობაზეა. და ვესაუბრე ძალიან ბევრი, ჯერ აფხაზეთის ომი, როგორ რატომ მოხდა, რა შედეგები მოიტანა, რას ჰქონდა საქმე, შემდგომ თეოდორე მღვდლის და მაშინაც კი, როდესაც არ ვუყვებოდი რაღაც ტრაგიკულ მოვლენებზე, მაგრამ ვუყვებოდი ჩვენთვის ძალიან ძვირფას წარსულზე. ამ ბავშვების თვალებში წყლიანი გაუხდათ თვალები. ემოცია მოიტანა მათთვის, როდესაც ამ სამშობლოზე ველაპარაკებოდით, კონკრეტული ადამიანების გმირობებზე ველაპარაკებოდით, იმ გასაჭირზე, რაც გამოიარა მათმა წინათაობამ და ბავშვებს აუწყლიანდათ თვალები და ეს ჩემთვის იყო ძალიან კარგი ინდიკატორი იმისა, რომ ამ ბავშვებს თავარია სწორად მივაწოდოთ ჩვენ, თორემ ემოცია არსად გამქრალა და ადამიანები არ შეცვლან, უბრალოდ იღებენ იმას, რასაც ვაწვდით, რასაც გარემო აწვდით. სწორი და საინტერესო შენიშვნა. ფაქტია. ერთია, როდესაც ტრაგიკულ მოვლენაზე ეტირება ხომ ადამიანის სიკვდილზე, მაგრამ როდესაც არამძაფრი ემოციების დროს მაინც შეუძლია ბავშვს რომ გული აუჭუყდეს, აქ უკვე ჩვენ ვხედავთ რომ არსად წასულა. ანუ თაობა რადიკალურად ჩვენგან განსხვავებული პრობლემა არა თაობაში, არამედ მიდგომებსა და მეთოდიკაშია. ჩვენშია პრობლემა. არა მხოლოდ ჩემში ან შენში, არამედ ზოგად მიდგომებში, განათლების რეფორმაში, როგორც მინიმუმ დინამიკაში ჩვენი ცხოვრების. კი. გარკვეულწილად ამ გლობალურმა სამყარომ შემოგთავაზა ის წესები, რომელიც თითქოს ერთ შეხედვით ჩვენთვის იყო უცხო. რამდენად არის ეროვნულობის, კულტურის შემეცნების ფუნდამენტი ლიტერატურაში და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდამ გაიაზროს ის ფესვები და ის საწყისები, რომელზეც დგას ნებისმიერი ქვეყნის სულიერი ფაბულა. კი. მე ძალიან ხშირად მქონია დისკუსია თემაზე, გლობალიზაციის თემაზე და მუდმივად ვდგავარ იმაზე, რომ საქართველოს ერთ-ერთი იმ ერთაგანია ქართველები, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდებათ გლობალისტებად ქცევა. იმიტომ რომ დაახლოებით 2000 წლის წინ იყო ასეთი მიდგომა, რომ სამყაროში ხარ ან გლობალისტი, ან ტერორისტი. მაგრამ ეს თანდათან წაიშალა, იმიტომ რომ ტერორისტობა არა აუცილებელი იმისთვის, რომ არ იყო გლობალისტი. და ჩვენ ვართ ერთ-ერთი გამორჩეული ერი ამ კუთხით, რომელსაც გაგვიჭირდება გლობალისტობა, მაგრამ ტერორისტები არ ვიქნებით. ვიქნებით ჩვეულებრივ თვითმყოფადი ერობა შეგვიძლია შევინარჩუნოთ. კიდევ არიან ასეთი ერები, რა თქმა უნდა, პატარებიც და დიდებიც, მაგრამ ჩვენ ძალიან მარტივად შეგვიძლია თუ ჩვენს თავს სწორად მივხედავთ, ძალიან მარტივად შეგვიძლია ამ საქმეს მივხედოთ. ადაპტირება, როგორც მინიმუმ. ნამდვილად, კი. ჩვენი ქართველი ადამიანი რამ აქცია ისედაც როგორიც არის, ხომ? რა თქმა უნდა, გეოგრაფიამ, რომელიც განსაკუთრებული გვაქვს, ასეთ სილამაზეში, ასეთ მრავალფეროვნებაში შეუძლებელია რომ რაღაც გამორჩეული არისო, ეს ერთი. შემდგომ დღევანდელი ადამიანი რასაც უყურებს თავის წარსულს, ერთი არის არქიტექტურა, რომელიც დაგვიტოვა ჩვენმა წინაპრებმა, ძალიან გამორჩეული, განსაკუთრებული, რელიგიასთან ისეთი შერწყმული ლამაზად და ეს არის ჩვენთვის საამაყო და კიდევ ერთი, რა თქმა უნდა, იქ პოლიფონიაზე შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან ბევრი და გვაქვს ლიტერატურა, ძალიან მდიდარი ლიტერატურა, რომელიც ხშირ შემთხვევაში უცხო ენებზე ძალიან რთულად ითარგმნება. ძალიან რთულად შეიძლება გერმანელმა, ფრანგმა, ინგლისელმა სწორად გაუგოს ქართულ ძალიან დიდ წიგნებს. კულტურის რადიკალური განსხვავებაც არის წინაპირობა საიმისოთ, რომ ქართული ტექსტი და შინაარსი იყოს იგივე ევროპისთვის გასაგები. კი, ვთქვათ, დღევანდელი, იაპონურ ლიტერატურაზე რა ვთქვათ, ხომ? მეიძის ეპოქამდე, ანუ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე იაპონიაში უამრავი წიგნი იწერებოდა, მაგრამ იმ წიგნებს ვერ წავიკითხავდით სხვა ენებზე, იმიტომ რომ იმდენად ვიწრო იყო, ვიწრო იაპონური
ლიტერატურული იყო. მაგრამ შემდგომ უკვე მეიძის შემდგომ ეპოქაში აკუტაგავამ მას შემდეგ რაც კარგად შეითავსა იქ ჩეხოვი, ოჰენრი და ასე შემდეგ, უკვე დაიწყო ისეთი ლიტერატურის წერა, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის მისაღები იქნებოდა. და დღევანდელი, არ ვიცი, მურაკამი რომ ავიღოთ, იაპონელი მწერალი წერს ისე, როგორც დანარჩენი დასავლელი მწერლები, ხო? მაგრამ ეხება პრობლემებს, რომელიც არის საყოველთაო. საყოველთაო, კი. ჩვენ შემთხვევაში ცოტა უფრო სხვა, ერთი პატარა ერი ვართ და გვაქვს მოთხრობები ჩვენც და დიდი ისეთი რომანებიც, რომლებიც ითარგმნება სხვადასხვა ენებს და დიდი პოპულარობითაც სარგებლობს, მაგრამ ამ რომანებიდან უმრავლესობა ეხება რას? ეხება 90-იან წლებს, ეხება ომს, იმას რაც გამოვიარეთ, რუსმა რა გვიქნა და იქაც ვიღაცას მოწონს, რომ რუსი რა ცუდია, ცუდია რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, მყიდველი ყავს და საქონელიც არსებობს, ესე უხეშად რომ ვთქვათ. მაგრამ ესეთი ღირებული ლიტერატურა, რომელიც არ ვიცი, სულს მოეფინება, ასეთი ლიტერატურა ძალიან რთულად ითარგმნება სხვა ენებზე და აქედან გამომდინარე ვართ ჩაკეტილები, მაგრამ ამ ჩაკეტილობაში ჩვენ შეგვიძლია წინ წავიდეთ, გავიზარდოთ, რადგან ვთარგმნით ძალიან ბევრ კარგ უცხოურ ლიტერატურას და ესენი ყველაფერი ერთმანეთს ავსებს, ჩვენს შვილებს და ჩვენ ყველას გვაქვს ყველაფერი იმისთვის, რომ სწორად განვითარდეთ. და რაც მთავარია არჩევანის უდიდესი შესაძლებლობა, კი. აქ მთავარია ახლა რომ ჩვენ მიდგომა გვქონდეს სწორი. არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მთელად სახელმწიფოს საზოგადოებას ჰქონდეს მიდგომა, რა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ წარმატებულები გავხდეთ, ხო? თორემ უნგრეთიდან იყვნენ ადამიანები წასული, რომლებმაც 40-იან წლებში ამერიკაში ატომური ბომბი ააწყვეს და უნგრულის გარდა ენა არ იცოდნენ უმრავლესობამ. და წარმატებული ქართველი მუდმივად ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს, ვთქვათ, ამერიკაში და გახდეს იქ წარმატებული. ხვდებით რას ვამბობ? არა აუცილებელი რომ რაღაცაში ჩაკეტილები ვართ და ჩვენ ამქედან ვერ გავაღწევთ. გავაღწევთ ყველა ნიჭიერი ყოველთვის იპოვის გზას, მაგრამ ჩვენ უნდა ვეცადოთ ყველა ჩვენ კონკრეტულად ჩვენით დაწყებული სახელმწიფოთი და საზოგადოებით დამთავრებული ვეცადოთ რომ ეს სწორად გამოვიყენოთ. სწორად ვასწავლოთ, სწორი მიდგომები გქონდეს ბავშვებთან, ის პედაგოგები, რომლებიც შედიან ბავშვებთან, აუცილებლად ფსიქოლოგებთან უნდა იყვნენ მანამდე გავლილები ნამყოფი, იმიტომ რომ აუცილებელია რაღაც გაწონასწორებულმა ადამიანმა, მოსიყვარული ადამიანმა ასწავლოს ბავშვებს ასა თუ ის საგანი, იმიტომ რომ უამრავი ბავშვი მოდის, რომლებიც ცოტა გადაუხე ყველაფერზე და მოვასწრო, ვიცი რომ დრო ბევრი არ გვაქვს. მოდის უამრავი ბავშვი, რომლებიც მეუბნებიან, რომ მასწავლებელმა შემაძულა ის, მასწავლებელმა შემაძულა, კონკრეტულად არავის რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ, მაგრამ მასწავლებელს პირველ რიგში უნდა უყვარდეს საგანი, რომელსაც ასწავლის და უნდა უყვარდეს ბავშვი, რომელსაც ასწავლის. სამწუხაროდ ირაკლი დღეს პედაგოგების ძალიან დიდი არმია არის სწორედ ის ადამიანები, რომლებიც 90-იან წლების შემდეგ პედაგოგიურ მიმართულებას ირჩევდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაკლები იყო კონკურენცია და ყველაზე მარტივი იყო გამოცდების ეტაპი. ძალიან მოკლედ მინდა იმ სიკეთეებზე მესაუბროთ, რომელიც მოაქვს წიგნს განათლებას და ცოდნას. ერთი სასიკეთო რაც შეგვიძლია ვთქვათ ის რომ წიგნი არ კვდება. წიგნი აგრძელებს და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო მძლავრად გააგრძელებს თავის არ ვიცი ისტორიას დაწერს კიდევ არ ვიცი ძალიან დიდი ხანი. მეორე რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის რომ ყოველ 10 ბავშვში რომელიც ლიტერატურულ კლუბში ეწერება, ჩემსაში არა ზოგადად ვიძახი. მინიმუმ 3 არის ისეთი, ვისაც ეს გულით უნდა. და გულით უნდა რომ ახალი რაღაცები მიიღოს წიგნებიდან, გაიგოს სიახლე, რაღაც გაიგოს სიახლეები, ინფორმაციაზე არა მაქვს საუბარი, რაღაც ახალი ემოციები მიიღოს, არიან ასეთი ბავშვები და ეს რაოდენობა იზრდება გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვები ერთი მეორესგან გებულობენ ბევრ სიახლეს, თუნდაც ლიტერატურასთან დაკავშირებით და მანამდე შეიძლება ბავშვმა საერთოდ არ იცოდეს, რომ მას უნდა და უყვარს კითხვა. ძალიან მახარებს ეს ტენდენცია. კი, და ეს ზარდია ამის თქმა მინდა. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ძალიან დიდი მადლობა კომპეტენტური და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ბუნებრივია ლიტერატურა გავს ერთგვარად რელიგიას, რომელიც უსაზღვროა და გვაიძულებს ვიყოთ ადამიანი. მაყურებელს შევახსენებ, ბიომეტრიის კითხვებს პასუხობდა ბატონი ირაკლი პაკურიძე. მადლობა მობრძანებისთვის, მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა თქვენ ასეთ სასიამოვნო საუბრად. ნახვამდის.